მოგესალმებით, ტრადიციულად ამ დროს BMG TV წარმოგიდგენთ ყოველკვირეულ გადაცემა რედაქტორს, რომელსაც დღეს მე ჟურნალისტი ელენე გოგბერაშვილი გავუძღვები. პროფესიულ განათლებაზე ვისაუბრებთ შემდეგი ნახევარი საათის განმავლობაში სტუმართან ერთად. წელს ამ მიმართულებით გარკვეული სიახლეებია განათლების სამინისტროს ინფორმაციით 2025-26 სასწავლო წლისთვის გაიზარდა ინტეგრირებული პროგრამების რაოდენობა, რაც საბაზო განათლების მქონე პირებს საშუალებას აძლევს პროფესიულ განათლებასთან ერთად მიიღონ სრული ზოგადი განათლება. აღნიშნული პროგრამების დასრულების შედეგად გაიცემა პროფესიული დიპლომი და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ანუ ატესტატი. სურვილის შემთხვევაში კურსდამთავრებულებს აქვთ უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა. 2025-26 სასწავლო წლისთვის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 1 სექტემბერს უკვე დაიწყო, რომელიც 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. საზოგადოებისთვის ამ ეტაპზე უცნობია, მათ შორის პროფესიული განათლების განვითარების მიმართულებით რა ხედვა აქვს განათლების ახალ მინისტრს. არსებული ინფორმაციით დაახლოებით 2 კვირის წინ გივი მიქანაძე დახურულ ფორმატში შეხვდა პროფესიული კოლეჯების ხელმძღვანელებს, რაზე იყო საუბარი ამ შეხვედრაზე და რა გეგმები აქვს ახალ მინისტრს, ამას აუცილებლად მოვიკითხავთ ჩვენ სტუმართან. მანამდე გეტყვით, რომ წლიდან წლამდე იზრდება ქვეყანაში იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც პროფესიულ უნარებს ეუფლებიან. მაგალითად, გასულ 2024 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულთა რაოდენობა 10%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით 17%-ით იყო გაზრდილი კურსდამთავრებულთა რაოდენობაც. ჯამში გასული წლის მდგომარეობით პროფესიულ სასწავლებლებში 40,000-მდე სტუდენტი სწავლობდა. მათი უმრავლესობა ინჟინერიის, წარმოებისა და მშენებლობის სექტორზე სწავლობდა. მეორე ადგილზეა მომსახურების სექტორი, სამეულს კი საინფორმაციო ტექნოლოგიები ასრულებს. ბოლო 8 წელიწადში სახელმწიფოს მიერ პროფესიული განათლების დაფინანსება მნიშვნელოვნად 34 მილიონი ლარიდან 118 მილიონ ლარამდე გაიზარდა. PMC კვლევითი ორგანიზაციის მონაცემებით ჯამში სახელმწიფო პროფესიულ განათლებაზე მთლიანად განათლებაზე გამოყოფილი თანხის 4%-ს ხარჯავს. მნიშვნელოვანია ასევე დონორების მხარდაჭერა და კერძო სექტორის როლი. როგორია პროფესიულ პროგრამებზე მოთხოვნა, რამდენად აქტიურია ბიზნესი პროფესიულ განათლებაში ჩართულობის მხრივ და იცვლება თუ არა მინისტრების ცვლილებით ხედვა ამ მიმართულებით. თემაზე სასაუბროთ სტუდიაში მათე ტაკიძე, კოლეჯ სპექტრის დირექტორი მოვიწვიეთ, რომელიც უკვე შემოვუერთდა ჩვენ სტუდიას. მათე მოგესალმებით. პირველ რიგში დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ასევე მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ ბევრი გვისაუბრია ჩვენს პლატფორმებზე პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე, თუმცა ამჯერად საინტერესოა მინისტრების ცვლილებასთან ერთად რა იცვლება მოკლედ ამ მიმართულებით და მინდა დავიწყოთ ჩვენი საუბარი სწორედ ახალ განათლების მინისტრთან შეხვედრის დეტალებით. მაყურებელს როგორც უთხარით, დაახლოებით 2 კვირის წინ კოლეჯების ხელმძღვანელებთან იყო შეხვედრა. სამწუხაროდ ჯერჯერობით არ მიეცა ახალ მინისტრს შესაძლებლობა მისი ხედვის გაზიარების საზოგადოებისთვის, ამიტომ საინტერესოა თქვენ რა ტიპის გეგმები გაგიზიარეთ მათ. უბრალოდ მივესალმებით ელემაყურებელს, ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. მინისტრმა გააკეთა ახალი ფორმატი, ეს არის როგორც რექტორთა საბჭო არსებობს, უმაღლესი აკადემიური განათლების მიმართულებით შეიქმნა დირექტორთა საბჭო, რომელსაც უშუალოდ მინისტრი ხელმძღვანელობს და ეს არის ფორმატი, როდესაც ყოველგვარი, ესე ვთქვათ, შრომის გარეშე, ყოველგვარი წერილობითი ახსნისა განმარტებების გარეშე უშუალო ურთიერთობა აქვს მინისტრს კოლეჯების წარმომადგენლებთან, შესაბამისად იქნება ყველა იმ გადაწყვეტილების მიღება, მათ შორის რეფორმების, შესაბამისად გამოწვევების, შესაბამისად კერძო სექტორის ჩართულობის, ამიტომ ძალიან საინტერესო ფორმატი შეიქმნა. ეს მისი ინიციატივა კერძო სექტორიდან წამოსული. ეს იყო მინისტრის ინიციატივა და შესაბამისად ამან მოგცა საშუალება იმის, რომ ნებისმიერ კოლეჯს, მათ შორის რეგიონებში არსებულ კოლეჯებს მიეცათ საშუალება, რომ მინისტრს პირდაპირ ეურთიერთობონ, უამრავი სხვადასხვა ტიპის გამოწვევა დააყენონ, ან დახმარებას თხოვონ, ან შესაბამისად ახალი იდეები მიეწოდონ, რომელიც უნდა განვითარდეს როგორც რეგიონებში, როგორც ინფრასტრუქტურული მიმართულებით, ესევე რა თქმა უნდა ახალი პროგრამების დამატებით, ახალი გამოწვევებით, მათ შორის დონორებთან ურთიერთობით, კერძო ბიზნესის ჩართულობით და ასე შემდგომ. ამიტომ ეს ფორმატი აღმოჩნდა ძალიან საინტერესო, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ზოგავს დროს, არ გჭირდება მუდმივად ესე ვთქვათ ამაზე მანიპულირება, რომ მოახერხო რამენაირად დაუშვათ ეს ხმა მიიტანო შესაბამისად პოლიტიკურ და გადამწყვეტ პიროვნებამდე და მე ვფიქრობ, რომ დირექტორთა საბჭო შექმნა იყო აბსოლუტურად დროული, იმიტომ რომ წინამდებარე ესე ვთქვათ წინა მინისტრების პერიოდში ანალოგიური ფორმატი არ ყოფილა, იყო შეხვედრები, მაგრამ ეს შეხვედრები არ იყო ხშირი, ამ შემთხვევაში თვეში ერთხელ ეს დირექტორთა საბჭო იკრიბება და იკრიბება რეგიონებში, მათ შორის ანუ სხვადასხვა კოლეჯებში ხდება ამ ფორმატში შეხვედრა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს მიცემს საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტი ახალი საინტერესო იდეები წამოვიდეს პროფესიული განათლების მიმართულებით, შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია, რომ კიდევ უფრო მეტი განვითარება გავაკეთოთ. მათ შორის იქ საუბარია თავიდან ბოლომდე
განხილვა არის პროფესიული განათლების მიმართულებებზე, რეფორმებზე, სკოლაში ინტეგრირებული პროგრამების შეტანაზე, როგორც პროფესიული კოლეჯებში, ასევე რა თქმა უნდა ზოგადი განათლების სისტემაში და არა მხოლოდ ასევე ამაში ითვლება უმაღლეს სასწავლებელთან არსებული პროფესიული განვითარების კოლეჯები, რომლებიც საკმაოდ სერიოზულად ვითარდება ბოლო წლების განმავლობაში. კი ბატონო, აქვს თუ არა გივი მიქანაძეს რამე ახალი იდეა გარდა იმისა, რომ ეს ფორმატი ალბათ იქნება გაცილებით ეფექტური, თქვენც როგორც ძალიან. კიდევ დამატებით რა იდეები როგორ წარმოგვიდგენთ? დამატებითი თემა რაც აქვს მას, ეს არის ძალიან საინტერესო თემა და ფორმატი, რომ არა მხოლოდ ის არის თემა, რომ მნიშვნელოვანი პრიორიტეტი უნდა იყოს პროფესიული განათლება, არამედ საუბარია იმაზე, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ იმისთვის, რომ პროფესიული განათლება გახდეს მიმზიდველი არა მხოლოდ მოსახლეობისთვის, რომელსაც უნდა სწავლა ამ ფორმატში, არამედ ბიზნესისთვის, რათა მოხდეს ბიზნესის კიდევ უფრო მეტი დოზით შემოყვანა პროფესიული განათლების სისტემაში, იმიტომ რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ამ თემას, სანამ არ მოხდება პროფესიული განათლების და ბიზნესის ამ კონტენტის ერთობლივად განხილვა და ჩამოყალიბება, ჩვენ არ უნდა ავცეთ ხედვებში ერთმანეთს, იმიტომ რომ დღეს ბევრი ბიზნესი შემოდის, ბევრს უნდა რაღაც ახალი ბიზნესის განვითარება, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება ადგილზე მაღალი დონის პროფესიული კადრების დახვედრა, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ბუნებრივად ბიზნესი ვერ განვითარდება, ვერ მოხდება მათი კიდევ უფრო მეტი დაინვესტირება და კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილების შექმნა. ამიტომ მინისტრის მოთხოვნა არის, რომ ნებისმიერმა კოლეჯმა უნდა იმუშაოს ამ მიმართულებით, რათა მოახდინოს კიდევ უფრო მეტი კერძო ბიზნესის შემოყვანა სექტორში და ამის ხელშეწყობა ბუნებრივია ხდება და ამის მაგალითი უკვე გვაქვს. ჩვენ საკმაოდ სერიოზული პროექტი დავიწყეთ და პირველად სხვათაშორის თქვენს ეთერში იქნება გახმოვანებული ეს თემა, რომ ჩვენ უკვე დავიწყეთ და მოვაწერეთ ხელი საკმაოდ სერიოზული პროექტს, რომელიც არის სადურგლო ჰაბის შექმნა თბილისში, კოლის სპექტრის ბაზაზე, სადაც ქართული კომპანია დურგალთა სკოლა და ავსტრიული კომპანია ერთობლივად შექმნიან ამ მიმართულების ჰაბს. ისინი მოახდენენ სულ აღჭურვილობას, მოახდენენ ინვესტირება, საკმაოდ დიდ ინვესტირებას და გარდა ამისა, კომუნალური ხარჯები წვეთა და ყველაფერი იქნება კომპანიის ხარჯებზე, რაც ათავისუფლებს იმ ფინანსურ, ესე ვთქვათ, ფინანსურ ბიუჯეტს, რომელიც შეგვიძლია ჩვენ მივმართოთ მე სხვა მიმართულების განვითარებაზე. ამიტომ ესე ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი არის. სახელმწიფო ერთჯერადად დებს გარკვეული ტიპის ინვესტიციას და დანარჩენი შემდგომ უკვე თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია ბიზნესის განვითარებას და მის ხარჯებზე, მის ბიზნესის ინვესტირებაზე. კი ბატონო, რადგან ბიზნესს შეეხეთ, გივი მიქანაძის წინამორბედსაც ჰქონდა საკმაოდ ესეთი ფართო ხედვა განათლების მიმართულების განვითარების მხრივ, მან წარადგინა კიდევაც ეს ხედვა და ისაუბრა კერძო საჯარო პარტნიორობის გზით, როგორ შეიძლება უფრო მეტად განვითარდეს ეს პროფესიული განათლება ქვეყანაში. რამდენად იმუშავა ამ მოდელმა? ჩვენ ქონდა გარკვეული პრეცედენტები, ეს ერთობლივად ბიზნესისა და სახელმწიფოს მონაწილეობით კოლეჯების დაფუძნების. იყო რა თქმა უნდა, იმუშავა თქვენიცით, რომ რეგიონში საქართველოში რამოდენიმე კერძო საჯარო პარტნიორობა შორის შედგა ძალიან საინტერესო პროექტები და ძალიან კარგი ხედვები ჩამოყალიბდა. ამას შევიდა რამოდენიმე მსხვილი ბიზნეს გაერთიანება, რომელმაც შექმნეს კოლეჯები სახელმწიფოსთან ერთად და დაიწყეს თავისი დარგების განვითარება. ეს არის სექტორული ესე ვთქვათ, სექტორული განვითარება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ დღეს როგორი ფორმატი გახლავთ, რომ თქვენ ახსენეთ დასაწყისში მოთხოვნა სად არის დავშად გაზრდილი, ხო, საკუთადის მონაცემები, ეს არის ინჟინერია, მშენებლობა, ეს არის საექნო და სამეცნიერო მიმართულება, აგრარული მიმართულება, IT ტექნოლოგიები და აგრარული მიმართულებები, ხო? ყველა ამ მიმართულებას თავის სექტორული ბიზნესი ყავს და ეს სექტორული ბიზნესი დღეს ცდილობს და ამ ფორმატიდან, რომელიც იყო წარმოდგენილი, თვითონვე დააფორმატონ, თვითონვე გააკეთონ პროფესიული კოლეჯები, დააფინანსონ და ჩადონ ინვესტიციები. ჩვენ გვაქვს უკვე ანალოგიური ტიპის სოფლის მეურნეობაში, უკვე საინჟინრო მიმართულებაში, რამოდენიმე სექტორულ მიმართულებაში ძალიან სერიოზული ინვესტიციები განახორციელა ბიზნესმა, სადაც უკვე სტუდენტები ყავთ, ავტორიზებულია, ოღონდ აქ სახელმწიფო უხდის სტუდენტებს განათლების ფულს, სწავლის ფულს, ხოლო დანარჩენი ხარჯები ამ შემთხვევაში აღჭურვილობა და ნებისმიერი სხვა ტიპის ხარჯი არის დამოკიდებული და იხდის ამას ბიზნესი, რაც მისასალმებელია, იმიტომ რომ ჩვენ თუ ათეული წლების უკან გქონდა პრობლემა, რომ ბიზნესი როგორ მოგვეზიდა პროფესიული განათლებას, ეს იყო სერიოზული პრობლემა, იმიტომ რომ ისინი ვერ ხედავდნენ პროფესიული განათლების საჭიროებას. დღეს არის
ჩართულად განსხვავებული ხედვა. ერთი დღის მონიტორინგი, რომ ჩვენ ჩავატაროთ მაგალითად სპექტრის ბაზაზე, უამრავი ბიზნესი მოდის, რომელიც გთავაზობს მზად არის, რომ დავუშვათ რაღაც გარკვეული ტიპის ლაბორატორია შეიძინოს, მოიტანოს, დაამონტაჟოს, ინსტალირება გაუკეთოს, რა თქმა უნდა, ის ითხოვს, რომ შემდეგ მივაწოდოთ მას მომზადებული კადრი. ანუ ბიზნესი თვითონ არის დაინტერესებული ამ პროცესებით, ბიზნესი თვითონ ჩაერთო ამ პროცესებში, უბრალოდ ჩვენ გვჭირდება ამის კიდევ უფრო მეტად გაფართოება. არა მხოლოდ დედაქალაქი. რა გარკვეული სტიმულები კიდევ სჭირდება კერძო სექტორს. მეტი საჭირო, რომ აი დედაქალაქში შეიძლება ამის საჭიროება არ იყოს, პრობლემა არ იყოს, რა თქმა უნდა, დიდ ქალაქებში, მაგრამ როცა საუბარი ეხება რეგიონებს, აუცილებლად უნდა მოხდეს იქ, რომ ბიზნესმა უნდა ითანამშრომლოს კერძო კოლეჯებთან და ბევრი კერძო სექტორი უნდა შევიდეს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს მდიდარი სხვადასხვა რეგიონები, სადღაც ტურიზმი ვითარდება დავუშვათ, სადღაც სოფლის მეურნეობის განვითარება შეიძლება, სადღაც დავუშვათ IT მიმართულებების განვითარება შესაძლებელი, მაგრამ ამ შემთხვევაში საჭიროა, რომ მათ მივცეთ საშუალება კიდევ უფრო მეტი ინვესტიციით შევიდნენ პროფესიული განათლების ბაზებზე, რაც მოგცემს საშუალებას იმისას, რომ აბსოლუტურად ერთნაირი ერთი კონტენტი გვექნება მთლიანად საქართველოში და ბიზნესი და როგორც ეხლა ხდება ბიზნეს და პროფესიული კოლეჯები ნებისმიერ პროგრამას მე მინდა უთხრა მოსახლეობას როგორც გრძელვადიან ესევე მოკლევადიან პროგრამებში აკეთებენ ერთად პროგრამის ვალიდაცია ხდება ჯერ ბიზნესთან ბიზნესი ეს არის პროგრამა რომელიც ჩვენ გვჭირდება და ამის შემდეგ ხდება მისი ავტორიზაცია რა თქმა უნდა ამ პროგრამის შექმნაში ჩართულები არიან ჩვენი დონორი ორგანიზაციები ჩართულები არიან ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ვალიდაციას ვღებულობთ ბიზნესისგან და შემდეგ უკვე მივდივართ რომ გავერო ალბათ ესეც უნდა იყოს იმიტომ რომ ბიზნესს რა კადრიც სჭირდება რეალურად აი სწორედ ის კადრი უნდა მოამზადოს ამ პროფესიულ აუცილებლად სხვანაირად წარმოუდგენელია ამიტომ კიდევ ერთხელ თუ ხედვებში აუცდით ანუ ვისთვის ვამზადებთ ამ კადრებს თუ არა ბიზნესის საჭიროებისთვის ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში ბიზნესის აზრი უნდა იყოს გათვალისწინებული და მადლობა რომ ქვეყანაში არის ბევრი ცივილური ტიპის ბიზნესი მე ცივილურს ვეძახი ადამიანები რომლებიც და ბიზნესები რომლებიც შემოდიან უნდათ მათ არა მხოლოდ ინვესტირება არამედ მათ უნდათ ჩაერთონ პროცესში შინაარსობრივ ნაწილში და ჩვენ ესეთი მოლაპარაკება გვაქვს უფრო მეტიც მათ შორის დუოების შექმნის იდეა რომ დავუშვათ თუ კი ჩვენ ვასწავლეთ ძალიან კარგად შემდეგ კვალიფიკაცია მიენიჭოს ზუსტად იმ დუომ და სექტორულმა მიმართულებამ ბიზნესმა რომელიც მერე მოგცემს საშუალებას იმისას რამდენად ხარისხიანად მუშაობ ჩვენ და რამდენად ხარისხიანად ხდება ეს სწავლება ჩვენ ამისთვის მზადა ვართ იმიტომ რომ სელექციის დროსაც ბიზნეს ჩართულობას ჩვენ ვითხოვთ და უფრო მეტიც კვალიფიკაციის მინიჭების დროს ჩვენ მზადა ვართ რომ ნებისმიერ ბიზნესს გავუყოთ კარები და ისინი იყვნენ კვალიფიკაციის მიმნიჭებლები რაც ამ შემთხვევაში გვაძლიერებს როგორც პროფესიული კოლეჯებს ასევე რა თქმა უნდა აძლიერებს ბიზნესს კი ბატონო ბიზნეს დღეს რა ტიპის კადრების საჭიროება უდგას ჩვენ ვისაუბრეთ სექტორულად ყველაზე მეტად მოთხოვნადი რომელიც ძალიან საინტერესო თემა არის აი არ არსებობს სექტორი რომელშიც ბიზნეს დღეს არ ჭირდებოდეს კადრები სამშენებლო ინჟინერია მრავალმხრივი არის მრავალსექტორული არის და მარტო სპექტრი ახორციელებს 24 პროგრამას 24 საინჟინრო პროგრამას ვახორციელებთ და 24 სპეციალობა ისწავლება წარმოიდგინეთ 24 სპეციალობაზე ეს არის დაწყებული გეოდეზიიდან დამთავრებული დავუშვათ შედუღება რომელიც თავისთავად 6 სახეობად არის ჩაშლილი წარმოიდგინეთ რომ ყველა ამ სექტორში ბიზნესს აქვს დეფიციტი მათ ყველგან ჭირდებათ კადრები ანალოგიური მიმართულება შემიძლია ვთქვა ყველა მიმართულებაზე ეს იქნება IT ეს იქნება სამედიცინო სფერო ეს არის აგრარული მიმართულების სფერო ეს არის სერვისის და მომსახურების სფერო, ამიტომ რაოდენობრივად ბევრი ჭირდება. ჩვენ ვისაც ვამზადებთ, რა თქმა უნდა, საქმდებიან, ხარისხი არის მაღალი, უბრალოდ საჭირო არის, რომ გაცილებით მეტი ადამიანები მოვიდნენ. თქვენ ახსენეთ, ახლა რეგისტრაცია მიმდინარეობს, ხო? მე გეტყვით, რომ 25-მდე არის რეგისტრაცია, მაგრამ უკვე ჩვენ გამოვაცხადეთ წელს 14 ავტორიზებული პროგრამაზე მიღება, 25-მდეა რეგისტრაცია, მიუხედავად ამისა, ყველა ადგილი შევსებულია უკვე, კონკურსებია ყველა მიმართულებაზე. მით უმეტეს ორი ჯგუფი ან სამი ჯგუფი კონსტიტუციის სპეციალობაზე ეს ნიშნავს იმას რომ მოსახლეობაში პრაგმატული აზროვნება აბსოლუტურად არის განსხვავებული ვიდრე წინა წლებში რაც ძალიან გვაძლიერებს და გვახარებს იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია რომ მივაწოდოთ ბიზნეს ძალიან კარგად მომზადებული კვალიფიციური ადამიანები რომლებიც მერე დასაქმდებიან ამა თუ იმ ბიზნესებში კი ბატონო ძალიან სასიამოვნო მოსასმენია იმიტომ რომ ფაქტია წლების წინ გარკვეული სტიგმა იყო სამწუხაროდ დღესაც არის და მე აუცილებლად პოპულარიზაცია ალბათ არა პოპულარობა ხდება და აუცილებლად
მინდა ვთქვა, თქვენ ხშირად მე თქვენთან ამაზე ვსაუბრობ ხოლმე, შეშეიმპირების მიმართულება აუცილებლად მინდა ვახსენო, რომ არ გამოგჩეს, იმიტომ რომ ესევე მინდა უთხრა მაყურებელს. შეზღუდული მგონი პირების სწავლებისა და მათი შემდგომ დასაქმების თემა ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი, ამიტომ კარები ღია არის და მე ჩამოვთვლი სერვისებს, რა სერვისებით ვემსახურებით ინკლუზიური მიმართულებას. ეს არის ტრანსპორტირით მომსახურება, ეს არის ჟესტიკულაციის პედაგოგი, მობილობის მწვრთნელი, სანიტარი თუ საჭირო არის. თითოეულ მათგანზე ხდება პორტფოლიოს შექმნა და სპეციალიზირებული, ასე ვთქვათ, სპეციალისტები, რომლებიც ჩვენთან მუშაობენ, პედაგოგებთან ერთად ადგენენ ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას. ეს სერვისები მიეწოდება მათ და ამიტომ მინდა თქვენი ეთერის საშუალებით უთხრა ყველასო, ყველა პროფესიული განათლების კარი მათთვის ღია არის. მთავარი სტიგმა თქვენ რაც ახსენეთ, არა მარტო პროფესიულ განათლებაში, არამედ ინკლუზიის სამწუხაროდ არსებობდა. ეს სტიგმა უნდა დავანგრიოთ და უნდა უთხრათ საზოგადოებას, რომ ინკლუზიური განათლება უნდა იყოს უმნიშვნელოვანესი და უნდა მიეცეთ საშუალება არა მხოლოდ განათლების მიღებით, არამედ ძალიან წარმატებით ჩართულობის სხვადასხვა სამსახურებში, როგორც საჯარო, ესევე კერძო სექტორში. კი ბატონო, მათი როგორია დასაქმების მაჩვენებელი? ერთია რომ ჩვენ სტატისტიკას ესაც ვუყურებთ, იზრდება ყოველწლიურად მიმართვიანობა პროფესიულ კოლეჯებში, თუმცა შემდგომ რამდენად ითვლით, ვინ სად დასაქმდა და რამდენად ანაზღაურება არის? კი ბატონო, სწავლის დასრულებამდე აი ესეთი ტენდენცია გვაქვს დღეს, სწავლის დასრულებამდე, აი დავუშვათ პირობითად დავიღოთ, რომ ინტეგრირებული პროგრამა არის 2 წლიანი, ან დავუშვათ რომელიმე მიმართულება გახლავთ 1 წლიანი. ბავშვების სწავლების პროცესში დაახლოებით 6-7 თვის შემდეგ კომპანიები მოგცდილობენ რომ გაიყვანონ ეს ადამიანები და დაასაქმონ თავიანთ კომპანიებში. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ კომპანიებთან კომუნიკაციას, სადაც დავასრულებინოთ ბოლომდე მიიღონ ეს ცოდნა ამომწურავად და ამის შემდეგ მოხდეს მათი დასაქმება. სადღაც საშუალო მაჩვენებელი პროფესიულ განათლებაში დასაქმების და ეს ყველა დათვლით ეგრე არის, მათ შორის საერთაშორისო შიდა კვლევებით და 70%-ზე ქვევით არ არის და უფრო მეტიც მე შემიძლია ვთქვა, რომ დღეს თუ ადამიანს სურვილი აქვს პროფესიის დასრულების შემდგომ დასაქმდეს, მას ამის პრობლემა არ აქვს. რაც შეეხება ანაზღაურებას, ეს თემა ყველაზე მეტად აღელვებს და ყველაზე საინტერესო რა თქმა უნდა მაყურებლისთვის თუ როგორი არის. ყოველ შემთხვევაში სამშენებლო სექტორში, IT ტექნოლოგიებში და სხვა მიმართულებებზე გეტყვით, რომ საშუალოდ ხელფასის თემა 1500-ის ქვევით უკვე აღარ ჩამოდის. რა თქმა უნდა, მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, როცა ხარ პროფესიონალი, როცა მიდიხარ როგორც ჩამოყალიბებული მაღალი უნარების გონე სპეციალისტი ნებისმიერ კომპანიაში. იწყება 1500-დან და საკმაოდ მაღალი არის ხელფასები. მე შემიძლია ეს ვაჩვენო ამონაწერი ხშირად სახელფასო ბიზნესებიდან, რომლებიც მე გვაწვდენ თუ რამდენი არის კურსდამთავრებულებს დაახლოებით რამდენზე ადიან. მე შემიძლია თამამოთქვა, რომ 1500-დან ადიან ადამიანები 6000-მდე და უფრო ზევით, ოღონდ კიდევ ერთხელ ვამბობ, უბრალოდ ეს უნდა იყოს მაღალი დონის სპეციალისტი. სხვა შემთხვევაში ბიზნესი არ არის თავშესაფარი, რა თქმა უნდა, მათ ჭირდებათ კვალიფიციური კადრები და ამ შემთხვევაში მათი ანაზღაურება საკმაოდ სოლიდურია და დღეს ჩვენი კურსდამთავრებულები ძალიან კარგად სწავლობენ თუ როგორ უნდა მივიდნენ, ხელშეკრულება როგორ უნდა გააფორმონ, თავისუფლებები როგორ უნდა დაიცვან და რა უნდა იყოს მათი ანაზღაურება. სამწუხაროდ წლების უკან ეს არ იყო ეს. და მაშინ სარგებლობდნენ ამით, რომ შეიძლება ადამიანი ხელშეკრულების გარეშე მუშაობდა და შემდეგ ანაზღაურების გარეშე უშვებდნენ. ეს შემთხვევები იყო სამწუხაროდ, თუმცა დღეს ეს უკვე ქართულ ბიზნესშიც კი აღარ ხდება, რაც არის მისასალმებელი და ძალიან კარგი. კი ბატონო, თანამედროვე ტექნოლოგიები მთელ მსოფლიოში ვითარდება და ამ ხრივ გამონაკლისი არის საქართველოს. ეს აი ამ თანამედროვე მოთხოვნებს რამდენად უწყობთ ფეხს, იგივე ამ პროგრამებით. საინტერესო ასევე ხშირად გვსმენია არც თუ ნაკლებად თავად კვალიფიკაცია იმ ადამიანების, ვინც ასწავლიან. ამ ხრივ გვაქვს თუ არა პრობლემა, რა კვალიფიკაციის კადრები არიან დასაქმებული? მე გეტყვით, რომ ამ შემთხვევაში ძალიან საინტერესო თემა ჩვენ დასაწყისში ვახსენეთ ზუსტად, ბევრი ახალი ტექნოლოგია შემოდის, ამიტომ ზუსტად დირექტორთა საბჭოს შექმნის ფორმატში ეს იდეები ზუსტად განხორციელებადია, რომ თავშედ იმ შემთხვევაში თუ უკვე ჩვენ რომელიმე თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც შემოდის საქართველოში და არ აქვს სპეციალისტი, ამ შემთხვევაში შეიძლება სახელმწიფომ დააფინანსოს, ჩამოიყვანოს ადამიანები, რომლებიც გადაამზადებენ ჩვენთან კადრებს, ან მოხდეს მათი გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა და ჩვენი სპეციალისტები ჩავიდნენ და ისწავლონ და ჩამოვიდნენ უკვე მომზადებული კადრები, რომლებიც შემდეგ პროფესიულ კოლეჯებში ასწავლიან. ძალიან ხშირად შემოდის, აბსოლუტურად ბევრი ახალი პროფესია შემოდის, მათ შორის
შორის სამშენებლო ინჟინერიაში და სხვა ნებისმიერ სხვა სექტორულ ბიზნესში, ამიტომ ამ ყველაფერს ჭირდება, რა თქმა უნდა, ადგილზე ის კადრი, რომელიც ამ ყველაფერს ცოდნა იქნება. ამიტომ ხშირად ბიზნესი როცა აყენებს საკითხს, პირველი საკითხი რაც არის, ამბობს, რომ მე აი რაღაც ინვესტიციას ვიწყებ, მაგრამ თუ ყავს ქვეყანას კადრები კონკრეტულ მიმართულებაში. ესეთი მიმართულება გახალთ იგივე ენერგეტიკა, ესეთი მიმართულება სამშენებლო ინჟინერია და დაუშვათ CNC-ის ოპერაციული მართვის სისტემები და ასე შემდგომ ბევრი ძალიან ბევრი ნიუანსია და IT-ში აღარ ჩავშლი, იმიტომ რომ IT მიმართულებებში კიდევ უსაზღვრო არის ეს ყველაფერი, ძალიან ბევრი სიახლე შემოდის, ამიტომ ჩვენ ამას უნდა დავხდეთ მზად. კადრი როგორც უჭირს ბიზნესს, ასევე გვიჭირს ჩვენს, რა თქმა უნდა, მუდმივად ვცდილობთ, რომ კადრები მოვიყვანოთ, ხან ბიზნესთან მოვყავს, ხან დონორებს თქო დავუშვათ, რომ გადავამზადოთ და სახელმწიფო ჩაერთო ამ პროცესში და აპირებს ჩართვას, რომ ნებისმიერ შემთხვევაში სახელმწიფო დააფინანსოს და გაზარდოს ის კადრები, რომლებიც საჭიროა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებში იყოს მომზადებული, რომელიც იმუშავებს ამ თუ იმ პროფესიულ კოლეჯში. კი ბატონო, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიებზე ვსაუბრობთ, ენის ბარიერი რამდენად არის ამ პროცესში გამოწვევა, იმიტომ რომ რაღაც ოპერაციული სისტემები ეს არის უცხო ენაზე და ამ მხრივ სპეციალისტების სამწუხაროდ ვაღიარებთ, რომ ამ შემთხვევაში არის პრობლემა გამოწვევა, თუმცა გეტყვით, რომ თუ ავიღებს დაასრულებს, უფრო იქა გვაქვს პრობლემა, თუმცა თანამედროვე ახალი თაობა, რომელიც მოდის მაგალითად ინტეგრებულ პროგრამებზე, ან საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ შემოდიან კოლეჯებში, ამ ბავშვებმა ტექნიკურ დონეზე უკვე უცხო ენა იციან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის. ანუ ჩვენ აღარ გვჭირდება საწყისი ინგლისური ენის შესწავლა ამ ბავშვებისთვის, იმიტომ რომ მათ იციან რაღაც დონეზე სალაპარაკო ენა, კითხულობენ, შეუძლიათ რაღაც დონეზე თარგმნონ და ასე შემდგომ. უფრო პრობლემა გვაქვს დასრულებთან მიმართებაში, რომელთა მიმართებაში არის პრობლემა ენობრივი ბარიერის ცოდნის და ეს ხელისგუშლის იმაში, რომ ჩვენ ბევრი პარტნიორი გვყავს ჩვენ ევროპაში, ბევრ ქვეყანაში, ძალიან ბევრ კოლეჯთან გვაქვს კომუნიკაცია და გაწვით პროგრამებში რომ მონაწილეობა მიიღოს, ამის საშუალება ხშირად არ აქვს სტუდენტების, იმიტომ რომ იგითხოვენ, რომ მათ მინიმუმ B2-ის დონეზე დაუშვათ უნდა იცოდეს რომელიმე ენა, ან იქნება გერმანული, ინგლისური თუ სხვა. ასე შემდეგ, ამიტომ ეს პრობლემა, თუმცა მიუხედავად ამისა, კოლეჯებში საკმაოდ კარგად ისწავლება ინგლისური ენა და მონდომების შემთხვევაში რაღაც დონეზე ამ ბარიერის დაძლევა მათ ზრალობს. თავარი არის სურვილი, რომ ეს დაძლიონ. მე მესმის, რომ შეიძლება 30-40 წლის ასაკში ძალიან გაუჭირდეთ მობილიზება ამ ყველაფრის ენობრივი ბარიერის გადალახვა, მაგრამ შეუძლებელს ვერ ვხედავ ამაში და არის შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში გაწვით პროგრამებში მონაწილეობა იქნება ძალიან დიდი სირთულე, მით უმეტეს ყველაფერი დღეს ნებისმიერი, მათ შორის ტექნოლოგიებში არ არსებობს ლიტერატურა გარდა ინგლისური ენისა, დაუშვათ ან სხვა იმ ქვეყნისა, რომელიც ამას აწარმოებს. ჩვენ მე იძულებული ვხდებით, რომ თარგმნოდეს ქართულ ენაზე, ოპერაციული სისტემა მეხსიერების ბარათები ვთარგმნოთ ქართულ ენაზე, რათა მივაწოდოთ ქართულად, ესე ვთქვათ, ჩვენს სტუდენტებს ყველაფერი. კი ბატონო, ჩვენ ეთერის მიღმა გქონდა ასევე საუბარი უცხოელებზეც, რომლებიც ასევე არანაკლებ დიდი ინტერესს იჩენენ პროფესიული უნარების შეძენის მიმართულებით და ფაქტია, რომ გარკვეულწილად ეს უცხოელების შემოყვანა ქვეყანაში დადგა იქიდან გამომდინარე საჭიროება ამის, რომ ბაზარზე საჭირო კადრების პრობლემა შეექმნა ბიზნეს განსაკუთრებით სამშენებლო სექტორში. ამ მხრივ რა ხდება? ორი თემა არის, აქ ორი ამბავია. პირველი არის ის, რომ რაოდენობრივად ჩვენ ამას ვერ ვაწოდით და ბიზნეს გაცილებით მეტი ჭირდება და მეორე, ჩვენი მომზადებული კადრები არიან მაღალ პროფესიული დონის და ხარისხიანი კადრები და მათი ანაზღაურება გაცილებით მაღალი იყოს, ვიდრე შემოყვანილი ნებისმიერი უცხოელი, ესე ვთქვათ, თანამშრომლის, ამიტომ ეს ორი თავშებადობა ვერ ხდება ერთმანეთთან. მე მესმის, რომ გასაგებია ან კვალიფიკაცია განსხვავდება. რა თქმა უნდა, ჩვენი კვალიფიკაცია absolუტურად განსხვავებულია, მაღალია, იმიტომ რომ ისინი სწავლობენ ერთ წელს განმავლობაში და სწავლობენ ძალიან მაღალი დონის ლაბორატორიებში, სწავლობენ ბიზნესებში, მათ ესე ვთქვათ, ოფისებში, სადაც არის თანამედროვე ტექნოლოგიები და გადიან სრულ საწარმოო პრაქტიკას და რა თქმა უნდა, ამათი კვალიფიკაცია არის absolუტურად განსხვავებული. მე ყველა ქვეყანას ვსემპათიებს, რომელი ქვეყანაა შემოყავთ ჩვენს ბიზნესს ამ შემთხვევაში სამუშაო ძალა,
მაგრამ განსხვავება დავუშვათ ხარის შორის არის ძალიან დიდი, თუმცა ის გაცილებით იაფია, ვიდრე ამ შემთხვევაში ქართველი სპეციალისტები, რომლებიც ფლობენ ზუსტად იმ უნარებს, რომლითაც შეუძლიათ ნებისმიერ ქვეყანაში ძალიან წარმატებულად დასაქმება, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აქ მოგვიწევს ალბათ ბიზნესთან აი ამ საერთო ენის გამონახვა, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში შემოყვანილ იმ ადამიანებს, რომლებიც შემოდიან სხვადასხვა ქვეყნებიდან, იმათაც დაჭირდებათ გადამზადება, ეს აუცილებლად მოხდება ორი კონკრეტული მიზეზის გამო. პირველი, საქართველოს შრომის უსაფრთხოება ითხოვს, რომ ნებისმიერ ადამიანს უნდა კონდეს დამთავრებული და უნდა იყოს სერტიფიცირებული ან დიპლომირებული სპეციალისტი, უნდა იყოს შრომის უსაფრთხოებაში გათვითცნობიერებული და ასე შემდგომ. ამიტომ ეს ყველაფერი ჯამში საბოლოოდ გამოიწვევს იმას, რომ მათ შორის უცხოელი შემოყვანილი სპეციალისტებიც უნდა გადაემზადონ ქართულ პროფესიულ სისტემებში, უნდა მოხდეს მათი სერტიფიცირება, უნდა მოხდეს მათი დიპლომირება, სხვა შემთხვევაში ბუნებრივია, გრძელვადიანად ისინი ვერ იმუშავებენ. ანუ ჯერჯერობით უცხოელი სტუდენტები არ გყავთ. ჯერჯერობით, თუმცა მომართვენობა არის, მაგრამ ამ შემთხვევაში გეტყვით, რომ აქ საჭირო არის არა მხოლოდ ის, რომ სახელმწიფო აფინანსებს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, ამ მობინადრებს სრული დაფინანსება აქვს, რაც შეეხება უცხოელებს შეუძლიათ ისწავლონ, უბრალოდ ამას სჭირდება ორი თემა. პირველი ის, რომ აქ დასათვლელია რამდენი დაჯდება დავუშვათ თითოეული მათგანის ფინანსური გადასახადი და მეორე, მათ აუცილებლად დაჭირდება თარჯიმანი, იმიტომ ჩვენი პროგრამები არის ქართულ ენაზე ავტორიზებული და ამ შემთხვევაში თუ კი მათ სწავლა უნდათ, რა თქმა უნდა, ამას დაემატება თარჯიმნის ანაზღაურება, იმიტომ რომ ვიღაცამ უნდა უთარგმნოს თუ რასაც ისწავლიან, ესე რომ ეს უკვე სალაპარაკო განხილვის საგანია და მე ვფიქრობ დირექტორ და საბჭოს ეს ძალიან კარგი ფორმატი რომელიც შეიქმნა, ვფიქრობ რომ ამის განხილვა აუცილებლად მოხდება, იმიტომ რომ ეს დადგება, ეს რეალობა დადგება, იმიტომ რომ ბევრმა კომპანიამ შემოიყვანა უცხოიდან სპეციალისტები და მათი კვალიფიკაციებიც არის გასარკვევი. კი ბატონო, ჩვენ ვისაუბრეთ პროგრამებზე, რომელიც გაქვთ მათ შორის სპექტრს. აი განსაკუთრებით წინა პერიოდში ბიზნესი ითხოვდა აი მოკლევადიან პროგრამებს, რომ დღესვე სჭირდებოდა მოკლედ ბიზნეს კადრი. ეს ასე ვთქვათ, რა ტიპის უნარებს იძენენ ის სტუდენტები აი მოკლევადიან პროგრამებს? აი ძალიან კარგად მადლობა ამ კითხვისთვის, იმიტომ რომ დასრულებს უნდა მოკლევადიანი, ბიზნეს უნდა მოკლევადიანი. აი ჩვენ გვაქვს ესეთი რეფორმის მიმდინარეობა, რომ ჩვენ გვინდა გავაახალგაზრდოთ პროფესიული განათლება, ანუ საბაზო კურსდამთავრებული და საშუალო კურსდამთავრებული შემოვიდეს პროფესიულ განათლებაში მეტი რაოდენობით, ხოლო დასრულებისთვის შეიქმნა მოკლევადიანი მომზადება, გადამზადების სახელმწიფო სასერტიფიკატო კურსები, ესევე მერიეს აქვს თავის დაფინანსებული კურსები და ჯანდაცვის სამინისტროს, ანუ აქ არჩევანი საკმაოდ დიდი გახლავთ და ყველა პროგრამა მზადება ბიზნესის ჩართულობით, ანუ ბიზნესის გარეშე არც ერთი პროგრამა არ კეთდება. პირველი ეტაპი არის ბიზნესი გაივლის, ამბობს რომ მე მინდა ამ უნარების მქონე ენერგეტიკოსი, ზუსტად რა უნარებიც მას სჭირდება და ამის შემდგომ ჩვენ გავდივართ სახელმწიფო ავტორიზაციას უკვე. ამიტომ დასრულების თემაში უმნიშვნელოვანესია, როცა ადამიანს უნდა ფორმატი შეიცვალოს, ამ პროფესია შეიცვალოს, შეუძლია მოვიდეს ერთ მოდულში, აქ საუბარი ერთ კონკრეტულ მოდულზე, მაგალითად ელექტროკალური შემდუღებელი. ან ავიღოთ პირობითად ფერადი ლითონის შემდუღებელი, ან ლაზერული ტიპის შემდუღებელი, ხო? ერთ მოდულში ისინი პროფესიონალები ხდებიან, იმიტომ რომ სწავლა პრაქტიკა არის აქ. აქ არ არის თეორიული ნაწილი. შრომაზე დაფუძნებული სწავლება ხდება, ამიტომ ადამიანებს შეუძლიათ რომ 3 თვის განმავლობაში გახდნენ პროფესიონალები ერთ კონკრეტულ მოდულზე მაგალაბარაკი და ბიზნეს ზუსტად ეს ჭირდება ეს მოდული. და მათ მიყავთ, იმიტომ რომ ნებისმიერი პროგრამა, რომელსაც ჩვენ ვაცხადებთ მოკლევადიან სექტორში, ყოველთვის რომელიმე პროგრამის უკან დგას ერთი ან ორი ბიზნეს კომპანია. აი რა ტიპის პროფესია შეიძლება შეიძინო აი ეს მოკლევადიანი კურსი? შეუძლია გეოდეზია შეისწავლოს ერთი მოდული, შედუღება შეიძლება, მშრალი მშენებლობა შეისწავლოს, რკინის მიმართულებით, ნებისმიერი მიმართულება შეიძლება შეისწავლოს, კონდიცირების მიმართულება, ანუ არ არსებობს პროგრამა პირობითად ავიღოთ შემდუღებელი, ხო? შედუღების 6 სახეობას ვასწავლეთ ჩვენ, მაგრამ ეს არის გრძელვადიანი პროგრამა. ამ შემთხვევაში ბიზნეს ჭირდება მაგალითად აეროს შემდუღებელი, ან ჭირდება ფერადი ლითონის შემდუღებელი. ის ერთ მოდულს სწავლობს, ერთი მოდული არის დაახლოებით სადღაც 15 კრედიტი, 15 კრედიტში ეს ადამიანი თავიდან ბოლომდე სწავლობს იმ პროფესიას და ბიზნესაც აწყობს, მასაც რა თქმა უნდა ის კმაყოფილია, ვინც კურსს ამთავრებს და შემდეგ ძალიან წარმატებულად საქმედება ამა თუ იმ ბიზნესში, იმიტომ რომ მათ ჭირდებათ ერთი მოდულში მომზადებული კადრი და არა დავუშვათ ფართო პროფილით მომზადებული კადრი. უნდა ელექტროკალური შემდუღებელი კონკრეტულად. არ ჭირდება ლაზერული ტიპის ცოდნის სპეციალისტი. ამიტომ მე ურჩევ ყველას, რომ მიუხედავად იმისა, რომ როცა ვაცხადებთ
60 დღეში ნებისმიერი პროფესია ივსება და კონკურსი არის ყოველთვის მოკლევადიან პროგრამებზე. ეს ძალიან კარგი ფორმატი გახდა. ბიზნესის მოთხოვნა გეტყვით, რომ არის მოკლევადიანი პროგრამები იყოს გაცილებით მეტი ვიდრე გვაქვს დღეს. იმდენად დიდი არის ბიზნესის ფორმატი და იმდენად დიდი არის მათგან ეს მოთხოვნა. კი ბატონო, სასიამოვნო მოსასმენია, იმიტომ რომ წლების წინ პირიქით ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ძალიან პასიურობდა ბიზნესი და დღეს ეს რეალობა შეცვლილია. ბატონო მათე, ჩვენ დასაწყისშიც ვახსენეთ, რომ მართალია მთლიანად განათლებაზე გამოყოფილი ბიუჯეტიდან ძალიან მცირე წილი მიდის პროფესიულ განათლებაზე, თუმცა ნახეთ, რომ წლიდან წლამდე ეს დაფინანსება იზრდება. თუმცა აი თქვენც ამბობთ, რომ აი უკვე არ არის დასრულებული რეგისტრაციის პროცესი, თუმცა შევსებულია კონკრეტულად თქვენთან ადგილები, კონკურსია გამოცხადებული. ხომ არ თვლით, რომ კიდევ უფრო მეტი დაფინანსება უნდა მიემართოს ამ მიმართულებით? როგორი თემა, ეხლა გადასულია სამის ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე. მე გეტყვით, რომ ორი ახალი კოლეჯი გაიხსნება უახლოეს პერიოდში, ესე ვთქვათ, ქართლის რეგიონში ხსნება ორი დამთავრებული დასრულებული კოლეჯები გახლავთ უკვე. დასავლეთ საქართველოში ბათუმი არის დაწყებული ძალიან დიდი კოლეჯი. ანუ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა პრაქტიკულად დაფარულია. შემიძლია ამოვთქვა, რომ დღეს საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, დაბაში და მათ შორის სოფლებში უკვე არის პროფესიული კოლეჯები ან მათი ფილიალები შესაბამისად, ამიტომ ხელმისაწვდომობა საკმაოდ გაზრდილი გახლავთ. ჩვენ მაგალითად საჩხერეში გავხსენეთ ფილიალი და 1 ოქტომბერს ვიწყებთ სწავლას. მოკლევადიანი, მხოლოდ მოკლევადიანი ფორმატი გვაქვს, იმიტომ რომ მოთხოვნა არის მოკლევადიანი, საკმაოდ სერიოზული, ამიტომ მოკლევადიან ფორმატში შევდივართ ხოლმე დედაქალაქს გააკეთ. რეგიონებს, სადაც მოთხოვნა გვაქვს, იქ მოკლევადიან პროგრამას განვახორციელებთ. ამიტომ გეოგრაფიული დაფარვის პრობლემა დღეს არ არის, თუმცა დაუშვათ ის დაფინანსება, რომელიც დღეს პროფესიული განათლებაზე არის გამოყოფილი, ამ ეტაპისთვის საკმაოდ ტევადი არის და ნორმალურია, თუმცა მე ვფიქრობ, მომავალში მოხდება ამის გაზრდა, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ მოგვიწევს გაცილებით კიდევ ახალი სხვადასხვა ტიპის პროფესიების შემოტანა. თუმცა თუ ბიზნესი კიდევ უფრო მეტი წილი ჩაერთვება ამ საკითხებში, დამერწმუნეთ, რომ შეიძლება ეს ხარჯები გაიყოს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის, მით უმეტეს ორივე შემთხვევაში, პროფესიული კოლეჯის ინტერესის შემთხვევაში და ბიზნესის შემთხვევაში ეს არის თანხვედ რა, იმიტომ რომ ბიზნესი ვითარდება, როცა ყავს ბევრი მომზადებული მაღალკვალიფიციური კადრი და ჩვენი ინტერესი გახლავთ მეტი კურსდამთავრებულის დასაქმება ბიზნესში. ეს ალბათ შეთანხმების საგანი იქნება, თუმცა აი რამდენად დიდი ინვესტიციის გაღება უწევს ამ შემთხვევაში უკვე არსებული პარტნიორობის მაგალითიდან გამომდინარე. აი ჩვენთან ორი არის მაგალითად, გეტყვით, ერთმა დახარჯა მე მესმის თქვენს ფორმატში ანუ კომპანიის დასახელებას არ ვამბობ, მაგრამ დაახლოებით ერთმა დახარჯა კოლესპექტში 5 მილიონზე მეტი ინვესტიცია განახორციელა და ეს ფორმატი გრძელდება და მეორე, რომელიც ახლა ვთქვი, რომ ახალი იწყება და გაზაფხულზე სადურგლო ხაბი გვექნება და პირველ მიღებას განვახორციელებთ, იქაც საკმაოდ სერიოზული ინვესტიცია იდება, სადაც ქართული და ავსტრიული ბიზნესი ერთად აკეთებენ ამ ინვესტირებას. შესაბამისად, აქ უყურეთ, რამდენი რამე თავისუფლდება. აღჭურვილობა, რომელიც დახარჯა კომპანიამ 5 მილიონი დაჯდა, ანუ სახელმწიფოს გამოუთავისუფლდა 5 მილიონი და მეორე შემთხვევაში მინიმუმ პირველი დანახარჯი უნდა იყოს ვალდებულება ესეთია, დაახლოებით მილიონი ლარის აღჭურვილობა უნდა შემოვიტანოს ამ კომპანიამ სპექტრის იმ სივრცეში, სადაც ისინი შემოდიან. ამიტომ რა დროზეა ეს ინვესტიცია გათვლილი? სადღაც ინვესტიცია არის გათვლილი, ვალდებულებით ნაწილი არის, რომ მომავალ წლის გაზაფხულზე დასრულებული უნდა იყოს. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ყველა პროგრამა ავტორიზებული უნდა ქონდეს, სტუდენტები უნდა მოვიცვიოთ, როგორც გრძელვადიან, ესევე მოკლევადიან ფორმატში, ხოლო ბიზნესის ვალდებულებაა სახელმწიფოს წინაშე, რომ 1 წლის განმავლობაში აღჭურვილობის სრული ნაწილი უნდა ქონდეს გაკეთებული თანამედროვე ტექნოლოგიებით, უახლოესი აღჭურვილობით, უსაფრთხოების სრული დაცვით და ყველა იმ სტანდარტით, რომელიც საჭიროა განათლების ნორმალურად მიღებისათვის. კი ბატონო, ვფიქრობ, ძალიან კარგი საინტერესო ინტერვიუ შედგა. ბოლოს მინდა გკითხოთ, კი თქვენი საუბრეთ, რომ საჩხერეში მათ შორის გაიხსნა თქვენი ფილიალი, უახლოესი გეგმები რა არის? გამომდინარე იქიდან, რომ მოთხოვნა პროფესიულ პროგრამებზე არის გაზრდილი, ხომ არ განიხილავთ კიდევ უფრო მეტ? რა თქმა უნდა, მოთხოვნები ნამდვილად არის სხვადასხვა რეგიონებიდან, იმიტომ ჩვენ სამშენებლოზე პროფილირებული კოლეჯი ვართ, შესაბამისად ძალიან კარგად განვითარებული ეს მიმართულებები, ამიტომ ჩვენ არა ვართ მრავალპროფილური. შესაბამისად გვაქვს ეს მიმართულება, ეს ნიშა გვიკავია ბაზარზე, ამიტომ მოთხოვნა რა თქმა უნდა სხვადასხვა ბიზნესებიდან არის მათ შორის, გეტყვით. ახლა ჩვენ ვიწყებთ მაგალითად სუსტი დნების მიმართულებით ამიერკავკასიაში გვექნება პირველი დონის ლაბორატორია, 100% აფინანსებს ბიზნესი.
ამ ბიზნესში შედის 3 ქვეყანა, ეს არის ქართული ბიზნესი, აზერბაიჯანული და მესამე მხარე ჩინური კომპანია. ანუ 3 ბიზნესს უნდა რომ ამიერკავკასიაში შექმნას ყველაზე თანამედროვე სუსტი გენების მიმართულების ლაბორატორია. ჩვენ გვეგმავთ რომ დაახლოებით 2-3 თვეში ეს პროექტი უნდა დავასრულოთ. შესაბამისად ეს კიდევ ახალი, ამას არ მინდა უბრალოდ ამას ვაჟღერებ, იმიტომ რომ დაწყებულია პროექტი, ჩაშვებულია, უბრალოდ დასრულებული არ არის. სადაც დაახლოებით 3 თვეში დასრულდება. ამიტომ ამ შემთხვევაში ბიზნესის ჩართულობის პრობლემა არ არის. თუ დაუკაკუნებთ ბიზნეს კარებს გაგიღებენ და ამიტომ შეგვიძლია რომ ბიზნესთან ბევრი რამ წამოვიღოთ, ბევრი ფული დევს ბიზნესში, უბრალოდ ეს ფული უნდა წავიდეს სწორი გზით, უნდა წავიდეს პროფესიული განათლების განვითარებით, კოლეჯების განვითარებით და დამერწმუნეთ რომ ეს დეფიციტი, რომელიცაც აწუხებს მუდმივად ქართულ ბიზნესს, ეს ნელ-ნელა აღმოიფრება და აღარ იქნება კვალიფიკაციის მქონე ადამიანების მოძიება საქართველოში. რაც ფაქტია პრობლემა იყო ბიზნესის მუდმივად ეძებს კაცს სჭირდება. მუდმივად და ესე იქნება სანამ ბოლომდე არ ვიქნებით თანხმედრაში. კი ბატონო. ბატონო მეტი უგმესი მადლობა. მადლობა თქვენ. წარმატებებით თქვენ სპექტრს და პროფესიული განათლება ფაქტი არის ძალიან მნიშვნელოვანი საფეხური და ალბათ მადლობა თქვენ ამ ფორმატისთვის, იმიტომ რომ დამერწმუნეთ რომ ეს არის კოლეჯების განვითარებისთვის ძალიან სწორი და გადადგმული ნაბიჯი, რასაც თქვენ აკეთებთ, იმიტომ რომ ბევრი მაყურებელი უყურებს ამას, გიბულობს ინფორმაციას და გებულობს სწორ ინფორმაციას და სწორად გებულობს ამ პოლიტიკას. მადლობა ამ შეფასებისთვის, მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის, მაყურებელს კი შევახსენებ, რომ მათე ტაკიძე კოლეჯ სპექტრის დირექტორი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. გადაცემა რედაქტორი დღეს ამით დასრულებულია. ერთი კვირით გემშვიდობებით ნახვამდის.